ისლამ მახაჩევი ყველაზე მოსაწყენი მებრძოლია UFC-ში. იმის შემდეგაც კი, რაც მან ჯეკ დე ლა მადალენა დაამარცხა და გახდა 2 წონით კატეგორიის ჩემპიონი. მან გაიმეორა ანდერსონ სილვას 16 მოგებათა სერიის რეკორდი. და ყოველივე ამის მიუხედავად ის მაინც ყველაზე მოსაწყენი მებრძოლია. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არის მსუბუქი წონის და ყოფილი ნახევარდან მსუბუქი წონის ილია ელ მატადორ თოფურიას სიტყვები. რა თქმა უნდა, ამორს ერთმანეთი არ მოსწონს და როგორც ჩანს, ბედისწერა მათ როდესღაც შეახვედრებს. ისლამ ებრძოლა ჯეკ დე ლა მადალენას და მასზე დომინირებდა დასაწყისიდან დასასრულამდე. გეტყვით ჩემ ას ბრძოლაზე, მანამდე კი ვნახოთ თუ რა დაბოსტა ილია. ჯეკ ჭირდება მთელი კემპი, რომელიც მხოლოდ ჭიდაობას მიეძღვნება. რაიმედ გაცრუებაა ჩემპიონისგან, საქართველოში უნდა წახვიდე და რაიმე ისწავლო. ისლამ, შენ ყველაზე მოსაწყენი ხარ ამ სპორტში. ყოველდღე უფრო ვწმუნდები, რომ შემიძლია დაგაძინო. რა თქმა უნდა, ახლა ხალხი მსგავს რაღაცეებს იძახის, რადგან მათ ერთმანეთთან ბრძოლას სურთ. თოფურია ცდილობდა დათვის გაღვიძებას და ამ ბრძოლის მიღებას. ილია ამბობს, რომ ისლამი გაიქცა 170 ფუნტში, იმიტომ რომ მისი ეშინოდა. ისლამმა იცის, რომ მე საშიში ვარ, იცის, რომ დავაძინებ. ხაბიბსაც კი. ასე იქცევიან მებრძოლები, ნუ მიაქცევ დიდ ყურადღებას. მან თქვა, რომ თქვენ ხართ ყველაზე მოსაწყენი მებრძოლი UFC-ში. შეგიძლიათ გითხრათ თქვენი აზრი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით? არანაირი ტრამვა, არაფერი, არანაირი ტკივილიც არ ვგრძნობ. მზად ვარ, ვინ იქნება შემდეგი? მოდით გავაკეთოთ ეს და მე მარტივად მოვიგე. უცილებლად უნდა ვისაუბროთ მახაჩევი და ჯეკ დე ლა მადალენაშვილის ბრძოლაზე, რადგან ონლაინ სივრცეში ბევრი ამბობს, რომ ის მოსაწყენი იყო. ამბობენ, რომ ჯეკ დე ლა მადალენასთან ბრძოლა მოსაწყენი იყო. და მან ბევრი ფანს გული აუცრუა. კი, მაგრამ იყო მოსაწყენი, როდესაც რენატო მოიკანო პირველ რაუნდში დაახრჩო, ან როდესაც დასტინ პორიემ დაახრჩო მეხუთე რაუნდში და პერფორმანსის ბონუსი მიიღო. სხვადასხვა 4-ში დაიცვა ტიტული. ასევე იყო მოსაწყენი, როდესაც ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მეორე ბრძოლაში პირველ რაუნდში ჰედკიკი დაანუკაუტა. არა, ასეთი პერფორმანსი არ ყოფილა მოსაწყენი, თუმცა ვიტყვი, რომ შაბათ ღამე ჯეკ ისლამის წინააღმდეგ დიახ, ცოტა არ იყოს მოსაწყენი იყო. დაუნტერესო გამოდგა. შემდგომ სახლში ბევრი იყვნენ, ვინც ბრძოლას უყურებდა და ამ დროს წუწუნებდნენ, რომ მოსაწყენი იყო ბრძოლა. ამის გამო ხშირად ისინი ტელეფონში იყურებოდნენ, რადგან დრო გაეყვანათ. ისლამ ისევ და ისევ აქცევდა ჯეკს. ეს არის შერეული საბრძოლო ხელოვნება, ეს არ არის კრივი. მე უცოდ კომენტარს მოისმენით MMA-ს მოძულეებისგან, ისეთი ტიპის ხალხისგან, რომელიც ამბობს, MMA უბრალოდ ჩახუტება და მსგავსი რამაა. მაგრამ ისლამი იძლეოდა ბრძოლის დასრულებას. ჯეკი მართლაც კარგად იცავდა თავს, პატივისცემა მას არასოდეს დანებებულა. ჯეკი ყოველთვის ცდილობდა ფეხზე წარმოდგომას. მას დანებება შეეძლო მრავალჯერ. ისლამი ცდილობდა ზურგიდან შებოჭვის გაკეთებას. ცდილობდა იგივე გაეკეთებინა, რაც დასტინ პორიესთან რამდენჯერმე მოახერხა. პირდაპირ ხელის ბოჭვის გაკეთება, მაგრამ ჯეკმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ამ დროს. მან დავალება კარგად შეასრულა, რათა ამ პოზიციებისგან თავი დაეცვა. ბრძოლა ძირითადად მიწაზე იყო, ერთ მომენტში კომენტარიც კი გავაკეთებ. თქვი, რომ ისლამი მასზე ესე მჭიდროდ იყო, რომ ორ სხეულს შორის სიგარეტის ქაღალდას კი ვერ ჩაადევ. ამას იმიტომ აკეთებ, რომ თუ წააქცევ, გსურთ მისი დაჭერა, გსურთ ფეხების გამოყენება გადის გასავლელად და ზეწოლას ახდენთ, რადგან ოპონენტი ას წამოდგეს. ხაბიბი კუთხიდან უყვიროდა დალეწე. გახსოვდეს, როდესაც ხაბიბი ხალხს აქცევდა, მათზე დომინირებდა, ის დაუმარცხებლად გავიდა პენსიაზე 29-0-ზე. ხალხს უბრალოდ ანადგურებდა. შესანიშნავი გრაუნდ პაუნდი ჰქონდა, მაგრამ ხშირად ის დახესტნური ხელბორკილებში ყავდა გამოწყდეული. ერთხელს უკან უკრავდა და თავისუფალ ხელს იყენებდა დასარტყმელად, სანამ არ დაასაბიტებდა მოწინააღმდეგეს. პირველი მოსაწყენი ფაქტორი შაბათს ღამით, რასაც ხალხი ლაპარაკობდა, არის ის, რომ თქვენ უნდა აღაბრთოვანეთ იმით, რაც ისლამისგან ნახეთ, მაგრამ ეგრეთ წოდებული მოსყენილობა გაძლიერდა იმის გამო, რაც Coleman event-ზე მოხდა. რადგან ჩვენ მსგავსი პერფორმანსი ვნახეთ, ვალენტინა შევჩენკო დომინირებდა ჟან ვეილზე, ის უფრო დიდი იყო, წააქცია ვეილი, გამოიყენა თავისი ჭიდაობა და აკონტროლებდა 5 რაუნდის განმავლობაში, ასე რომ როდესაც ქარts უყურებდა, გაქვს 3 დაუჯერებელი ნოკაუტი. ბენილ დადიუში სამწუხაროდ 16 წამში ნოკაუტით დამარცხდა. ლეონ ედვარდსი კარლოს პრადეშმა დაანოკაუტა და შემდეგ მაიკ მორალესი უბრალოდ აშიშებს შონ ბრეიდის. ასევე პრელიმებზე შესანიშნავი ნოკაუტით გაიმარჯვა ბონო მიკელმა.
როდესაც ამ ყველაფერს უყურებ, ადრენალინი იზრდება, ღამე კარგად მიდის და ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, ეს ყველა დროის საუკეთესო pay-per-view იქნება. შემდეგ კი მივდივარ დიდ ბრძოლებთან, საჩემპიონო ბრძოლებთან, main event-თან და co-main event-თან. და ეს 40 წუთი მხოლოდ გრეპლინგია. ასე რომ დიახ, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ამბობს ბევრი ამას მოსაწყენი იყო. ილია თოფურიას გამოვიდა რა თქმა უნდა იგივე სიტყვის, რადგან მას ეს ბრძოლა უნდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ილია თოფურიას ომის უნდა შესაძლებლობა რომ ასულიყო სამწუხაროდ კატეგორიაში და ჩემპიონი გამხდარიყო? მე ყოველთვის ვამბობ, არავის გაუკეთებია ეს და არ ვფიქრობ, რომ ეს ახლა მოხდება. ვფიქრობ, ილია დაიცავს ტიტულს. არ ვიცი, ვინ იქნება შესაძლოა არ მაცარუგიანი, რადგან ის შემდეგ კვირას ყადაში იჭროს. ან შეიძლება პედი და ჯასტინ გეიჯი იყოს. ის რომელი მათგან შეხვდება და კიდევ რამდენჯერმე დაიცავს ტიტულს, სანამ ქვესაშუალო ზონაში ასვლაზე დაფიქსდება. და როდესაც ჩვენ ქვესაშუალო დივიზიონში შევხედავთ, მივხვდებით, რომ რამდენად საშიშია ის. მორალესი აცხადებს, რომ კამბრისთვის უნდა ბრძოლა, რადგან 19-0-ზე აქვს და ახლახან შონ ბრეიდი დაანოკაუტა. ასევე კარლოს პრატეში, რომელმაც ახლახანს ყოფილი ჩემპიონი ლეონ ედვარდსი გათიშა და საქმე არავის გაუკეთებია. ასევე შავკატ რახმანოვი, რომელიც ნომერ პირველი კონტენდერი იყო, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო. ბელალ მუჰამედი, რომელიც იან გერისთვის ემზადება და იან გერი, რომელიც დიდი ხმაურის ატეხვას აპირებს. აქ არის კამარო უსმანის ნიგერიელი კოშმარი, ასე რომ ოპონენტების დეფიციტი არ არის. ასევე არის ხოაკინ ბაკლი. ის ამ ბოლო დროს ფენომენალურად გამოიყურება და მასაც ტიტული სურს. როდესაც ამ ყველაფერს ერთიანად შევხედავთ, არ ვფიქრობ, რომ ილია თოფურია მიიღებს შანსს ავიდეს ზედა ზონაში და ისლამ მახაჩევს შეხვდეს. ის ფაქტი, რომ ისლამმა თქვა კამარო უსმანთან სურს ბრძოლა, ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კამარო უკვე 27 ან 38 წელიწადია ის კარიერის დასასრულისკენ მიდის. კამარომ ახლახან დაამარცხა ბაკლი. ალბათ კიდევ ერთი ორი ბრძოლა ექნება, სანამ პენსიაზე გავა წარმოუდგენელი კარიერის შემდეგ. ის ერთ-ერთი უდიდესი ქვესაშუალო წონოსანია, რაც კი ამ სპორტოს ოდესმე უნახავს. მას აქვს გამოცდილება, ტიტულის დაცვები, ის კარგი იყო, კომპანიისთვის სანდო ბიჭი იყო. წონას კი შეიცვალა, რომ ხამზად შიმაევის წინააღმდეგ ებრძოლა. და ამ ყველაფერს გათავისუფლებით ის რომ ისლამს სურს კამარო, საერთოდ ჯამში რომ ავიღოთ, ალბათ შემდეგი მეტოქე კამარო უსმანი იქნება მახაჩევისთვის. თუ მკითხავთ, მე ვის ავირჩევდი საბრძოლველად, ეს კამაროა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. ილია ამბობს, რომ ისლამი მოსაწყენი იყო, ძალიან მოსაწყენი. ონლაინ სივრცეშიც ამას ამბობს ხალხი. გარკვეულწილად მესმისასაც ამბობენ. ეს არ იყო ყველაზე ამაღელვებელი ბრძოლა. ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯეგრილა მადალენამ კარგად შეასრულა დავალება და შეძლო თავის დაცვა. შეგიძლიათ შეადაროთ ეს იმასაც, ხამზად შიმაევისა და დრიგოს დუპლესისის შემთხვევაში მოხდა წლის დასაწყისში. ხამზად შიმაევი დომინირებდა 25 წუთის განმავლობაში და მას მიწაზე აკონტროლებდა. მესმის ხალხს მოქმედება მოსწონს, ფინიში მოსწონს, მაგრამ ხამზატი ცდილობდა და ისლამის ცდილობდა დაფინიშებას. მაგრამ ეს ყოველთვის არ მოხდება. ეს ისეთივეა, ფეხზე თუ გახარ და მუშტებს იქნებ, მაგრამ მოწინააღმდეგის დაფინიშებას ვერ ახერხებ. ცდილობთ გარისკოთ დატყმებით, რისკის ზონაში აყენებ თავს. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს აგდებთ და მის გათში ხვდებით. თქვენ შეიძლება დანებდეთ. ისინი ცდილობდნენ ბრძოლის დასრულებას. ας შეიძლება შეხედოთ ისლამ მახაჩევს კარიერაზე, თქვათ, რომ ეს კაცი მოსაწყენია, მაგრამ ნამდვილად მესმის ატომაც იტყო და ამას ილია თოფურია. ილიას ადგილას რომ ყოფილიყავი და ისლამთან ბრძოლა მინდოდეს, ზუსტად იმავეს ვიტყოდი, ალბათ უფრო მეცას, რადგან სწორედ ამას აკეთებენ, როდესაც ბრძოლის მიღება სურთ. That's how you put yourself out there, you believe it and you achieve it. And that's what I do. I know what I'm going to do. I know that I'm better than this. Sounds like I know that I'm going to knock him out. You've ever read. Conceive, believe, achieve. Shut the fuck up. But anyone else მაგრამ ყველა სხვა ვინც ამას უყურებს, ამბობს, რომ მოსაწყენი ბრძოლა იყო. დიახ, ეს არ იყო ყველაზე ამაღელვებელი, მაგრამ შემდეგ ყველა წვრილმანი და ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ. უნდა გავითვალისწინოთ ჯეგრილა მადალენას საბეშენისგან დაცვა. სწორედ ამან გახადა ეს ბრძოლა მოსაწყენი. დიახ, ისლამ შეეძლო ზიანის მიყენება, შეეძლო იდაყვების დასტყმა, შეეძლო ქვემოთ დაეტყა, შეეძლო უბრალოდ ცოტა მეტი მოქმედება ეჩვენებინა, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ის ორი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა და გაიმეორა ანდერსონ სილვას რეკორდი. 16 მოგებათა სერია. და თავი დააყენა შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველა დროის საუკეთესოებში. მოუთმინოთ ველოდები, ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე.
the fight boring? Let me know in the comment section, please. რას ფიქრობთ, ვინ იქნება ისლამ მახაჩევის შემდეგი მეტოქე? ყველა ამ შესანიშნავი კონტენტერი და ვინც ხელმისაწვდომია და რას ფიქრობთ ილია თოფურიაძე, რომელიც მას ყველაზე მოსაწყენ მებრძოლს უწოდებს? იყო თუ არა ბრძოლა მოსაწყენი? მე სიმძიმე ეს იყო 25 წუთიანი ჭიდაობა, მაგრამ რას ფიქრობთ, იყო მოსაწყენი? Doesn't mean you're boring. თუ იყო შესანიშნავი, You know what you think about that? იყო ტექნიკური ბრწყინვალება, რადგან ის რეალურად იყო ტექნიკური ბრწყინვალება.